და სომხეთი და აზერბაიჯანი გაიჭრა წინ. კი, იქაც ჯერობით სამუშაოა, იქაც ძალიან ბევრი დაპირისპირება სომხეთში განსაკუთრებით, მაგრამ ორივე სახელმწიფომ დაიწყო ვექტორის რადიკალური ცვლილება. აზერბაიჯანმაც, რომელიც ახლა დიდად ნამეტანი არ გამოირჩეოდა დემოკრატიის შუქურობით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოკლედ აზერბაიჯანის და სომხეთის გადავიდნენ deep state-ის ალბათ ჩარევით, ხუმრობით, რა თქმა უნდა, ევროკავშირის რეგლებს. ყოველ შემთხვევაში რუსეთთან არ უნდა და ჩამორჩენილ დეგრადირებულ პუტინთან და კრემლთან აღარ უნდათ მეგობრობა. ჩვენ პირიქით ჩვენს რო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ვისაუბრეთ ეს პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, რა ბედიელის შენი აზრით სომხეთს და აზერბაიჯანს. ახლა გამახსენდა რომ საუბრობდი, სადღაც თვართები 2008-9 წლები იყო რა. ესე გათხოვებ არა 2009 რა. და ერთ-ერთ კონფერენციაზე ვართ და იქ სომეხი ყოფილი მაღალჩინოსანი იყო რა. და პირდაპირ ამბობდა, ანუ პატარა თანამდებობაზე არ მუშაობდა ეს ადამიანი თავის დროზე და პირდაპირ ამბობდა, გიჟი უნდა იყოს ადამიანი რუსეთთან ყოფნა რომ უნდადეს. მაგრამ ჩვენ დღესო სხვა გზა არა გვაქვს ამ ეტაპზეო და გიყურებთ თქვენო თუ გაჭრით ამ დროს და გახვალთ ფონსო, ჩვენ წავდგებით და გამოყვებით. ჩვენ გიჟები კი არა. არა, ვიყურეს ვერ გავჩერდეთ. შეხედეს პარამეტრს ვამბობ. ანუ გიჟი უნდა იყოს, ანუ ადამიანს არ გინდოდეს, მაგრამ ამ წუთში სხვა გზა არ აქვს. მათმა სწორმა ალღოიანმა პოლიტიკოსებმა დღეს დაინახეს გეოპოლიტიკურ სიტუაციაში ამის შესაძლებლობა და მაქსიმალურად ცდილობენ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ. მე პირადად ვფიქრობ, რომ რუსეთი ისევ ვეღარადროს ვეღარ გაძლიერდება, რომ ამ კავკასიისთვის მოიცემს. მე პირადად ეს ვფიქრობ. მე რასაც უყურებ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, მე რასაც უყურებ გამოგვიძებულ ევროპას, განსაკუთრებით გამოგვიძებულ გერმანიას და მით უმეტეს იმფონზე გაიღვიძოს, კარგი იქნება. მით უმეტეს იმფონზე, როცა ესე თქვა ტრამპის საუბრებმა, მათ შორის იარაღის შეწყვეტაზე, ანუ მეტნაკლებად არასრულად ხარდაჭერილმა პოლიტიკამ, ხო? ტრამპის საუბრება მოიტანა ის, რომ ევროპამ გაზარდა ბიუჯეტი თავდაცვისთვის. ხო, და ემზადება იმის, რომ უკრაინა აგერ ბოლო პერიოდში ზელენსკის განცხადება ჰაერზე არ ამბობენ, ამიტომ ჩვენ ამას არ წავაგებთ, ხო? ანუ მე ვფიქრობ, რომ რუსეთს დღეს თავისთავად გაჭირვებია, დღეს იყო კიდე გადაცემა, ნახულობდი, რომ რეცესიის ზღვარზეა. რუსეთის ეკონომიკა, თლად რეცესია არ არის ჯერ, მაგრამ 1% ჰქონდათ ამ კვარტალში და როცა წინა პერიოდში 4% იყო და ბევრი ნაწილებია იქ კიდე ინვესტიციები შემცირებული კაპიტალი გაედინება და ბევრი რაღაცებია ესეთი, რომელიც მის ეკონომიკას ასევე უტყამს, ძალა არა აქვს, შესაბამისად დღეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისი, რომ გახვიდეს სწორ ვექტორს.